ყაველაშვილის დეკლარაციის მიხედვით მისი და თამარ ბაგრატიონის სახელზე მხოლოდ თბილისში მდებარე ავტოფარეხი ასახელფასო ბარათზე კი 6424 ლარი. ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ყაველაშვილს ავტოფარეხი თბილისში 2007 წელს $22,000 აქვს შეძენილი. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მისი ოჯახის სახელზე არ ფიქსირდება. ოპოზიციის ალიანსი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს შეხვდა. პიტერ ანდროელი მანამდე ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც სპორტის შეჩერებული მშენებლობა მოინახულა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სახლდების წარმომადგენელთან მათ ხაზი გაუსვეს ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატოს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოველწლიურ ანგარიშში ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის. ნატოს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებენ თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, წერია დოკუმენტში. ბათუმში ძვირფასეულობის მაღაზიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს. ინფორმაცია მთავარ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით მოპარული ნივთები სრულად ამოღებულია. ობიექტის მფლობელის განცხადებით მაღაზიიდან წაღებული იყო $10,000-მდე ღირებულების ძვირფასეულობა. სალაროდან კი $1000 ლარამდე თანხა.